ის არ ჭირდება ჩემი ნათქვამი. არავის არ ჭირდება არავის ნათქვამი. ეს არის ჩვენში. ყველა კარგად გრძნობთ, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და თავდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, არანაირი კეთილდღეობა, არანაირი მშვიდობა, ეს ხო ვიცით მაინც, რუსეთთან ერთად არ არსებობს. ამიტომ ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ეს ხალხი მოდის ისე, რომ არავინ არ მოუწოდებს. ეს ხალხი მოდის, იქნება, იდგება და ეს გამარჯვება, ეს დაბრუნება ევროპის გზაზე არის აბსოლუტურად გარდაუვალი. ვერავინ ვერ შეწინააღმდეგება ამას. ბატონო სალომე, ეს არ არის ერთადერთი აქცია, რომელიც ამ პერიოდში დაანონსდა. ჩვენ ველოდებით საკმაოდ მასშტაბურ აქციას 26 მაისსაც. როგორი არის მოსამზადებელი სამუშაო? მასშტაბური არ იქნება. ეს არის ის დღე, როცა ჩვენ უნდა ყველა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს დამოუკიდებლობა არასდროს არ არის მოცემული სამუდამოდ. ჩვენ ვიცით წინათაობებმა რამდენი იბრძოლეს და რამდენი მართლაც ეროვნული გმირი არის იმის მომტანი, რასაც ქვია დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული, ეს უკვე აღარ არის არჩევანი, ვალდებულნი ვართ, რომ ვიდგეთ ამ დამოუკიდებლობის გვერდით და დასაცავად და ის დღე არის ერთადერთი დღე 26 მაისი, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და დავანახოთ ერთმანეთს, დავანახოთ ამ ქართულ ოცნებას, მაგრამ პრინციპში დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის და ყოველგან დაიცავს. თქვენ ნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება 26 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს? დაივიწყეთ ცოტა. რაც მნიშვნელოვანი არის აქ რაც ხდება, რაც მნიშვნელოვანი არის ეს პატიმრების მშობლები და მართი შემართება. ეს არის ქართული სული, რომელიც არ ტყდება და ვიღაც კობახიძეები არიან გარდამავალები. ევროკავშირის ელჩის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ საქართველოში დემოკრატია არის საფრთხეში და ეს იყო საკმაოდ მკაფიო გზავნილი პაվել ჰერჩინსკისგან. აი, ამაზე რას ფიქრობთ, როგორი არის თქვენი პოზიცია, როდესაც უმაღლესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პირდაპირ ასახელებენ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები პრაქტიკულად არის განადგურებული. ყველაფერი ძალიან კარგად ხედავენ, მაგრამ იმას ნაკლებად ხედავენ, რომ ამ დემოკრატიის განადგურების იქით დგას საფრთხე ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურების და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვგზნობთ შიგნიდან და რასაც არ დავუშვებთ. ამიტომ არის ასეთი ძლიერი ხალხის საზოგადოების აქ დგომა და ხვალაც დგომა ზეგაც და 26 მაისს.